სოფელ ნაგომრის საბავშვო ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღრმძლელო საგანმანათლებლო ცენტრის 37 ფილიალია, რომელიც ოზურგეთის რაიონის ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიხსნა. ნაგომრის საბავშვო ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რაიონის გამგებელი ილია ვაშაყმაძე და სკოლამდელი სააღრმძლელო საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი მაკაჭყონია ესწრებოდნენ. საბავშვო ბაღი სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში 20 წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა, გარემონტდა და სააღრმძლელო საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ახალი ინვენტარით აღიჭურვა. სკოლამდელი დაწესებულება 25 აღსაზრდელზეა დაფინანსებული და ფილიალში შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რათა აღსაზრდელებმა თავი კომფორტულად იგრძნოს. 20 წლის პაუზის შემდეგ გაიხსნა საბავშვო ბაღი. ეს იყო უკვე რამდენიმე წელია აქტიური მოთხოვნა არის მოსახლეობის. მოხდა საბავშვო ბაღის რემონტი სოფლის ხარდამჭერი პროგრამით. ეხლა კი ჩვენ საშუალება მოგვეცა ბიუჯეტიდან მოგვექინა საჭირო ინვენტარი დაფინანსება. 25 ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას და ჩაერთვება იმ ზოგად პროგრამაში, რომელიც არის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების მიღების პროცესი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა, არა მარტო სოფლის ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მოვედი თუ არა დავინახე უამრავი გარწყინებული ბედნიერი სახე იმ პატარა ბავშვების სახით, მისი მშობლების სახით და იმ თანასოფლელების სახით, რომელიც დღეს ესწრებიან დღევანდელ შეხვედრას. ძალიან კეთილმოწყობილია. თითქმის ყველაფერი იდეალურად არის გაკეთებული. შეიძლება იყოს პატარა ფრაგმენტები, რომელიც გამოსასწორებელია, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდება. მაგალითად გულისხმობ ეზოს კეთილმოწყობას, რომელიც უკვე სოფლის პროექტით აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რაღაც ნაწილები ბავშვების სათამაშოები უნდა გაკეთდეს, ხეები უნდა დაირგოს, ყვავილებით უნდა გალამაზდეს საქაურობა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბავშვებთან. ბავშვები ძალიან სანდო ადამიანების ხელში არიან, ისინი მივლენ სკოლაში მომზადებული, ანუ გავლილი ექნებათ სკოლამდელი ყველა ის საფეხური, რაც უნდა ჰქონდეს გავლილი ყველა ბავშვს და ჩვენი მთავარი მიზანი არის არა მარტო აი პატარა აღსაზრდელების მოვლა პატრონობა და მზრუნველობა და ამბრძოლობითი საქმიანობა, არამედ ის რომ ყველა მშობელი იყოს კმაყოფილი. ეს ლამაზი შენობა ჩვენს პატარებს გვაჩუქეს, ეს არის სამთავრობო პროგრამა და შემდეგ თუ კი აი რამე გაფართოება და ნელ-ნელა შევამატებთ რა, ყოველ შემთხვევისათვის ამ ეტაპისთვის ამითიც კმაყოფილი ვართ ნაგომრის მაცხოვრებლები და შემდეგ ნელ-ნელა გავფართოვდებით ჯერჯერობით ერთი ჯგუფი გვაქვს 2-დან 5 წლამდე, სადაც არიან გასაუბრების შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური პედაგოგები. მოხარულები ვართ ყველა, ბავშვებით, მშობლებით, აღზრდელი მასწავლებლებით და რა ვიცი, ძალიან დიდი რაღაცა გაკეთა სოფლისთვის, რაც სამომავლოდ გაუხსნის გზას. ამ ბავშვებს და რა ვიცი წარმატებები ექნებათ ამ ბავშვებს ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა და ყველანაირად ვეცდებით მშობლებთან დაინტერესებით რომ გავაუმჯობესოთ პირობები. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ძალიან დიდი დახმარება არის. ეს ჩემი ბავშვებისთვის ყავს 4 შვილი და ძალიან დიდი რაღაცა არის რომ ვატაროთ ბავშვი ბაღში, ძალიან დიდი კმაყოფილები ვართ რომ ძალიან ლამაზადაა ყველაფერი გაკეთებული. ძალიან გვიხარია დედიკო რომ ასეთი კაი ბაღი გაგვიკეთეს ამდენი ხანია არ ყოფილა არაფერი სოფელში და ეს ძალიან ბედნიერება ძალიან. მხოლოდ ეს არის რომ არ გვეშინია იმის რომ დიდხანს რომ გასტანოს. ჩვენ გვინდა სულ იყოს ამ ბავშვების რომ შემოვიდნენ პატარები რომ სანამ სკოლაში შევლენ იყვნენ და ალბათ მაგიერებით. რა მოგეწონათ? მანქანები. ძალიან მომეწონა ნახატები.